ნაცმოძრაობის მიერ ომის გაჩაღების მტკიცებულებები ხელის გულზე დებს. გასაგებია, რომ ცნობილ რეზოლუციაზე ხმის მიცემით შემდეგ კი ტალიანის დასკვნაზე დათანხმებით მათ საომარი მოქმედებების დაწყება ისედაც აღიარებული აქვს. როგორ გაჩნდა ევროსაბჭოს რეზოლუციაში მეხუთე პუნქტი, სადაც წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ქართულმა მხარემ დაიწყო ომის ახალი ფაზა და ვინ იყო ამ ჩანაწერის ინიციატორი. საქმე ეხება 2008 წლის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, კერძოდ კი მეხუთე პუნქტს, რომელშიც წერია, რომ 7 აგვისტოს ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის დაწყებამ ესკალაციის ახალი დონე გამოიწვია. ეს პროპაგანდა, რომ ვითომ რაღაც აღიარება 2016-23 რეზოლუცია, ეს იყო რუსეთის პროპაგანდა უშუალოდ რეზოლუციის მიღების შემდეგ. მე ეს პროპაგანდა გაქრა, აი შეგვიძლია ვნახოთ, მაშინ რუსი პარლამენტარები სლუცკის და აი მათი გამოსვლები ზუსტად მაგას იძახდნენ და რუსული პრესა ამას ამბობდა. ეს იყო მათთვის face saving-ი, ასე რომ ვთქვათ, სახის გადარჩენა, იმიტომ რომ გამანადგურებელი რეზოლუცია იყო მათთვის. მე ეს პროპაგანდა გაქრა და აორთქლდა წლების განმავლობაში და უცებ კალკასავით თითქოს აი ასლი ამ პროპაგანდის გამოჩნდა, ესეც ჩემთვის პირადად არაპირდაპირი მტკიცებულებაა, თუ რაოდან ჰარმონიზებული და კოორდინირებულია მათი და შეთანხმებულია მათი რიტორიკა ქართული ოცნების და რუსეთის ფედერაციის მთავრობის და ამოტივტივდა ქართული ოცნების პროპაგანდისტულ მენიუში. ქართული ოცნება ამბობს, რომ ამ რეზოლუციით საქართველოს აღიარა რომ ომი დაიწყო. ეგ არის ტყუილი, იმიტომ რომ მაგ რეზოლუციაში თავარი რა წერია, ანუ თავარს უძღვება ომის დაწყებასთან დაკავშირებით თავარი, ხო? თუ ისე ბევრი მნიშვნელოვანი რამე წერია, მაგაზე გაცილებით. ომის დაწყებაზე თავარი რა წერია არის ის, რომ უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც დაადგენს ომის დაწყებასთან დაკავშირებულ დეტალებს. ანუ როგორ შეიძლება უბრალოდ არალოგიკური არის, რომ რეზოლუციაში თან დაწერილი იყო, რომ ამან დაიწყო ომი, დავადგინე რომ დაიწყო ომი. თან დაადგენს ვინ დაიწყო ომი და რა მოხდა. ანუ ეს ორივე ერთად როგორ გამოდის, ხო? თვითონ ამ რეზოლუციაში არსად არ წერია, რომ ანუ აბსურდი არის ეს. არსად არ წერია, რომ საქართველოს ომი დაიწყო, იქ წერია, ჩვენთვის არ არის ხელსაყრელი ფორმულირება, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი რაღაცების ჩაწერა მოხერხდა ამ რეზოლუციაში, რომ ამ ნაკლებად ხელსაყრელ ფორმულირებაზე გადავწყვეტებთ, რომ დავთანხმებულიყავით, რაც უბრალოდ ამბობს, რომ როცა ესე იგი საქართველოს გახსნა ცეცხლი, მაგრამ ამ მომენტში უკვე რუსეთის შეერაღებული ძალები შემოჭრილი არიან საქართველოს ტერიტორიაზე, რომ ამას მოყვა შემდგომი ესკალაცია და ხო, ამას მოყვა შემდგომი ესკალაცია. ოღონდ ამით კი არ იყო გამოწვეული. ომი გამოწვეული იყო იმით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა რუსეთის შეერაღებული ძალები, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულები არიან, უკვე იბომბება საქართველოს ტერიტორია და იღუპებიან საქართველოს მოქალაქეები და როცა ასეთი ვითარება ნებისმიერ მთავრობას უფლება კი არ აქვს, ვალდებულება გააჩნია, რომ მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენოს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. ის იმძახე, რომ თქვენ გამოიწვიეთ დაძაბულობა. რაც არის უბრალოდ პირდაპირ რუსული პროპაგანდის სიცრუის გამეორება სიტყვა სიტყვით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ჩანაწერია მათ საწინააღმდეგო და მათი დანაშაულების ანსახველი, იქ არის გარკვეული ჩანაწერი, რასაც როგორც ჩანს, მაშინ იმ ცხელ ფონზე მიაღწიეს, რაც არ იყო სასურველი რომ რეზოლუციაში მოხდრილიყო, მაგრამ რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც ამ თემაზე დღეს თამამად საუბრობენ, აღმოჩნდა, რომ ხელს უწევენ და ხმას აძლევენ ამ რეზოლუციას, რომელშიც ეს ჩანაწერიც არსებობს. იყო ამ ჩანაწერის ინიციატორი რუსეთი, თუ იყო სხვა, მით უფრო უარესი. თუ კი ეს რუსეთი არ იყო და აღმოჩნდება, რომ თავად ნაციონალური მოძრაობა იყო ჩართული ამ პროექტის შედგენაში და ისინი იყვნენ ინიციატორები ამ ჩანაწერის. ამიტომ არ ვიცი, მათ უნდა გასცენ პასუხი, ვინ იყო ამ ჩანაწერის ინიციატორი, ერთი და მეორე მხარდაჭერას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობდა გაემართლება საკუთარი მხარდაჭერა იმით, რომ თითქოს სხვა კარგი ჩანაწერები რაც არსებობს, ამის გამო ჩავარდებოდა რეზოლუცია, რაც არის ტყუილი. ის საკითხები, რომელიც გატანაც მოახერხა მაშინ ქართულმა დელეგაციამ, წონიდა იმ ერთ აბსოლუტურად სტარ არასდროს მოხდა, ასევე იქ არის მეორე მუხლიც რო აი კლასტერული ბომბები იქნა გამოყენებული, ჩვენ არც უარყოფთით არასოდეს კლასტერული ბომბები რო გამოვიყენებთ, არც შეერთებულიც არ ვიყავით რეზოლუციას და ოღონდ ჩვენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინამდე კარგ მოგვიყენებია საქართველოს ეს კლასტერული ბომბები. ამიტომ ხო მაგაზე მიბმული აქვს, რომ საკუთარი ჯარისკაცები დაადანაშაულიეს სამხედრო დანაშაულში. არაფერი მსგავსი იქ არ წერია, რა აბსურდია საერთოდ. 2008 წლის შემდეგ, ომის შემდეგ განწყობა დასავლეთში იყო დიდწილად, რომ აი გაიყინა კონფლიქტი და მოდით ვცადოთ, რომ ცხოვრება გავაგრძელოთ რაღაცნაირად, როგორც ეს იყო ომამდე, რაც იყო შეცდომა.
მათ შორის ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელშიც რუსეთშიც მონაწილეობდა, ხო, ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს იყო კომპრომისი, გარკვეული და ხშირად საერთო შორის ასპარეზზე კომპრომისზე წასვლა უწევს ამა თუ იმ ქვეყანას. იმიტომ რომ ჩვენ ასევე მივიღეთ ჩანაწერი ეთნოწმენდაზე, ანუ მივიღეთ გრძელვადიან და ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერები ამ დოკუმენტში, იმასთან, ასე ვთქვათ, შედარებით, რა დათმობებზეც მოუწია წასვლა საქართველოს შესაბამის წარმომადგენლობას ევროსაბჭოს ფარგლებში. 2008 წლის ომი მაშინ სამწუხაროდ განიხილებოდა როგორც მაინც რაღაც ანომალიური მოვლენა, რუსეთი მაინც პარტნიორად დარჩა პრობლემატურად, მაგრამ პარტნიორად არასაკმარისი რეაგირება და სანქციების არ დაკისრება დღეს დასავლეთში კონსენსუსია რო იყო უდიდესი კატაკლიზმური ისტორიული საბედისწერო შეცდომა, რამაც მე ხელი შეუწყო აი ამ უბედურებას უკრაინაში 2014 წელს და 2022 წელს და ამ ფონზე რაც საერთაშორისო რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დეოკუპაციისთვის და დღესაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის შექმნა დეოკუპაციისთვის. და ეს რეზოლუცია იყო პიონერი და პირველი დოკუმენტი, რომელზეც შემდგომ დაშენდა მთელი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზა, რომელიც როცა მოხდება დეოკუპაცია, იქნება ბაზისი ამ დეოკუპაციის. დილემა ქართული დელეგაციის, რომ ამ ყველა მიღწევის მიუხედავად იქ იყო ორი მუხლი, ერთი განსაკუთრებით, რომელიც იძახდა, რომ რომელშიც შინაარსი არის, რომ შვიდში საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებმა გადაიყვანა ახალ ფაზაში. ეს ყველაფერი შინაარსი მოკლედ რო თქვა და ამიტომ მის კომიტმენტის დარღვევა იყო სამშვიდობო მოგვარებისო, სრული აბსურდი, რა თქმა უნდა, რომელიც ვერ გავიტანეთ და ვერ ამენდმენტით მომზადდა ამისთვის, მაგრამ წააგო ქართულ დელეგაციამ ვერ მოუგო ამ მუხლში საკუთარ მათ ოპონენტებს შიგნით, რომ ამის გამო ქართულ დელეგაციას უარი ეთქვა მხარდაჭერაზე, ეს ამას ჩვენი პარტნიორები, ვინც ჩვენთან ერთად ცდილობდა იმ ერთი მუხლის შეცვლასაც და სხვაგან გაიტანა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები, მიიჩნევდნენ დარტყმად მათ წინააღმდეგ, ანუ მათ დასუსტებად და ამ დანარჩენი საკითხების ლეგიტიმაციის დასუსტებად და მან იქნა მიღებული გათვლება, რომ ამ მოხსე პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს არის ჩვენს მიუღებელი, მაგრამ ჯამში იმდენად მნიშვნელოვანია ის დანარჩენი საკითხები, რომ ეს რეზოლუცია ჩვენი ხმებითაც უნდა შევუწყოთ ხელი, რომ მოიგოს ამ რეზოლუციამ ჩვენ მოკავშირეებთან ერთად. პირველ რიგში საქართველოს მიიღო აღიარება, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენია ეს ტერიტორია, რომ ეთნოწმენდა ჩატარდა იქ და შესაბამისად დაბრუნება ჩვენი დევნილების ამ ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, განმტკიცდა, ხო, აი ეს უფლება. საერთაშორისო სამართლის ფარგლებში განმტკიცდა ჩვენი, ასე ვთქვათ, პოზიცია, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორიები, ანუ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების თვალსაზრისით შეექმნა დამატებითი პრობლემები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს, ოკუპირებულს. რუსული ჯარის შემოსვლაზე კონკრეტულ რამეებს ამბობს იგივე ევროსაბჭოს რეზოლუცია, მაგრამ მათ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს რეზოლუცია, რომელმაც ოკუპანტად გამოიყვანა რუსეთი, რომელშიც საუბარი არის იმ ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც რუსეთმა იქ ჩაიდინა და მისმა რეჟიმმა. ამავე დროს და აი აქ იყო სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა, რომ რუსეთის ფედერაცია ამ რეზოლუციაში გამოცხადდა 92-93 წლებში აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებლად და ამ ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრაზე პასუხისმგებლად. ანუ აფხაზეთში დევნილების დაბრუნების საკითხი და მათ შორის ქონების რესტიტუციის საკითხი, რომ ჩვენმა დევნილებმა უძრავი ქონება აფხაზეთში, სახლები, ბინები, რომლებიც მათ უკანონოდ აქვთ ეთნიკური წმენდის შემდეგ წართმეული, ეს ფეხებზე დაიკიდა ქართული ოცნების მთავრობა, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლადაც კი საერთაშორისო სამართლებრივად გამოცხადდა რუსეთის ფედერაცია. ქართულმა დელეგაციამ იმუშავა ძალიან ეფექტურად და მოახერხა, რომ არა მარტო აი ეს ხაზი ჩვენი მტრის გაბათილებული იყო, რაც ჩამოვთვალე, არამედ დაფიქსირებული იყო ის, რომ სამშვიდობო ფორმატის ბრალია, რომ იქამდე მივიდა საქმე, ან რუსი სამშვიდობოების, რომელიც არ შეასრულეს ვალდებულებს არ ასრულებდნენ და რომ რუსეთმა და ცხინვალის რეგიონის მხარემ დაბლოკა ფორმატთან დაკავშირებით ცვლილებები. შეიტანეს ის, რომ ოკუპაცია ტერმინი ნახსენები და ეს ოკუპაცია უნდა შეწყდეს და მკაფიო მოთხოვნა იყო რუსული ჯარების გაყვანის, რომ გენოციდი კი არ იყო, პირიქით ეთნიკური წმენდა მოხდა ქართველების.
ანუ მაგალითები მომყავს ამ ყველაფერში და ხო, და ბოლოში ასევე ეს აღნიშნულოვანი იყო ეს ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი მეგობრების დახმარებით ჩაიდო, რომ ხო, დიალოგით უნდა გააკეთოს ყველაფერი ზოგადად, სასურველია. ოღონდ დიალოგს აქვს პრერეკვიზიტები, მინიმალური და მინიმალური პრერეკვიზიტია რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები და მოხდეს აღიარების უკან გაწვევა. ანუ ყველა ამ სტრატეგიულ საკითხში ქართულმა დელეგაციამ მაშინ მოკავშირეებთან ერთად მოუგო რუსეთს და მის ნებით თუ უნებლიე მოკავშირეებს შიგნით დისკუსიისას. და ამ ყველაფრის გამო რუსეთმა არათუ ხმარ მიცამ რეზოლუციას პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი. მაგ რეზოლუციაში და მე ტელეფონის დასწრაში ასევე რა დამტკისა და დადგინა და ითქვა არის რომ არანაირი არც გენოციდი, რასაც რუსეთი აპელირებდა მაშინ, ხო, მისი გამართლება ხო რა, ორი გამართლება ჰქონდა, ერთი ის რომ ქართველები ოსების გენოციდი ჩაიდინეს, რომელიც სულ ნათელი გახდა რომ არათუ გენოციდი არ იყო, ახლოსაც არ არის საერთოდ, არაფერი კავშირი არ ქონდა მაგ ბრალდებას და მე უკან წაიღეს, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ დაამტკიცებ გენოციდი, არც განზრახვა ჩანდა და არც შესაბამისი ნაბიჯები იყო და არც რაოდენობა იყო ხალხის ეგეთი ან მოკრული ან ტარგეტირებული. იმ ხელისუფლებისგან ივანიშვილი დაწყებული, გაგზავნებული ყველა დანარჩენი, რომელიც პირდაპირ იძახდა რომ საქართველოს ბრალია რომ ეს ომი მოხდა, ამ ბრალდების მოტრიალება რომ თქვენი მოქმედებები აღიარებით ჩვენ მიგერა თქვენ მოღალატები ხართ საქართველოს თქვენ დააბრალეთ ომიო, ნუ ცინიზმის წვერვალია. ამას კი არა რაც იმ რეზოლუციაში სამწუხაროდ იმ ერთ მუხტში წერია. არამედ ამაზე ბევრად უარესს იძახდნენ თვითონ ყველანი. ანუ ივანიშვილმა თქვა რომ არაფერიო როგორც უკვე გავიხსენეთ. ერთი სახლი დაინგრავა. დაარბიტარი სასწაული არ მოხდარა, ერთ-ერთი ნავთორცნი შევარდა ერთ-ერთ სახლში მახსოვს და იქ რაღაც კედელი დააზიანა, არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. იმ რეზოლუციაში ეგეთი მავნებლური სისულელი არ წერია. იქ წერია რომ დაძაბულობა იქამდე დაიწყო და მძიმე მდგომარეობა იყო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით 7 აგვისტომდე დაიზაბავა. დისკუსია საერთაშორისო ასპარეზზე ვინ არის დამნაშავე 2008 წლის ომში დღეს არ არსებობს. 100%-იანი კონსენსუსი არსებობს, რომ დამნაშავე არის რუსეთი. მხოლოდ ორი ქვეყნის მთავრობა არის, ვინც პედალირებს, რომ საქართველოს დამნაშავე არის რუსეთის ფედერაციის აგრესორი ქვეყნის მთავრობა, ვინც ხალხი დაგვიხოცა და ეს არის ჩვენი ქვეყნის მოღალატე მთავრობა. საუბარი იმაზე, რომ 7 აგვისტოს მოვლენებმა წინაპირობა შეუქმნა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განვითარებას და 8 აგვისტოს რუსებმა რაც ჩაიდინეს, ეს უკვე იყო საპასუხო რეაქცია საქართველოს ჯარისკაცების მიერ გაკეთებულ მიღებულ ქმედებებზე. ეს უკვე არის დანაშაული, პოლიტიკური, სერიოზული დანაშაული, შეცდომა დავარქვათ, თქვათ პირობითად, მაგრამ ეს დანაშაულია. რო შემოვატრიალოთ ახლა დისკუსია და ვიღაცამ რა თქვას, რომ აი დოკუმენტი, რომელშიც რუსული ოკუპაცია იყო, ეთნიკური წმენდა ქართველების, ვალდებულება რუსეთს რო ჯარები გაიყვანოს, აღიარება უკან გაიწვიოს და უფლება ყველა დევნილის რომ დაბრუნდეს. რუსეთმა თავის დროზე რუსეთის სამშვიდობო ფორმატმა და მათმა სამშვიდობოებმა არ შეასრულეს თავის მოვალეობები და ამან მიგვიყვანა ამ კრიზისამდე. რომ არანაირი გენოციდი საქართველოს მხრიდან არ ყოფილა საერთოდ. არანაირი, აღარ მინდა მე გამორჩეს, რომ პასპორტიზაცია გააკეთა რუსეთმა, ანუ ყველაფერი ეს, რაც ჩვენთვის დანიშნულოვანია, რომ რუსეთის ვალდებულია, რომ სანამ საერთოდ რამე დიალოგი იქნება, მანამდე შეასრულოს ეს მინიმალური პირობები და ამის მერე უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, რომ რუსეთის მთელი ეს ხაზი რაღაცა გეოპოლიტიკური არგუმენტების, რომ ჩემი მოქალაქეები და ჩემი სივრცეა მიუღებელია. რომ აი ამ ყველაფერზე უარს იძახი და არ აძლევ ხმას, იმიტომ რომ ერთ მუხტში მნიშვნელოვან საკითხში გააკრიტიკეს შენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი 7 აგვისტოს. აი ამაზე თავდასხმა რამდენად ადვილი იქნებოდა, რომ ანუ თქვენ გაკრიტიკებდნენ ეთყოდა ხელისუფლებას და თქვენი კრიტიკის გამო თქვენ მხარი არ დაუჭირეთ, რაც საქართველოს სჭირდებოდა იმასო. იდეაში საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა უნდა იცავდეს საქართველოს ინტერესებს. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა იცავდეს და არა სხვის ინტერესებს. საქართველოსთვის ომის დაბრალება, საქართველოს აგრესორად გამოცხადება მთელ ამ საერთაშორისო სამართლებრივ ბაზას და მოცემულობას, რომელიც შეიქმნა ამ წლების განმავლობაში, დაგვიანებით, იმიტომ რომ 92 წლის მერე უნდა შექმნილიყო სამწუხაროდ. და წინა მთავრობამ არ გააკეთა ეს და ვერ გააკეთა. ამ ყველაფერს აყენებს ეჭვის ქვეშ და რუსეთის ფედერაციას აგრესორ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას უხსნის. მაგალითად აუქმებს დევნილთა დაბრუნების თემას, ავტომატურად უქმდება. თუ კი ჩვენ გავიზიარებთ ამ რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივს, რომ საქართველო არის დამნაშავე და ბოდიში უნდა მოვიხადოთ. მაშინ ქრება საერთოდ რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, რომ დევნილები დაბრუნდნენ და მათ დაუბრუნდეთ მათი კუთვნილი ქონება და აღმოიფროს ეთნიკური წმენდის შედეგები. თუ კი ამ ნარატივს გავიზიარებთ, მაშინ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა უქმდება. ანუ საქართველო იგუება ოკუპაციას და თავისი ხელით ხელს აწერს ქვეყნის გულში
ესე იგი საზღვრების გადმოწევას.